24 თებერვალი 2022 წელი. დღე, როდესაც უკრაინის დედაქალაქ კიევში განგაშის ხმა პირველად ჩაირთო. სწორედ ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები შემოიჭრა ამ ქვეყანაში და ომი ოფიციალურად დაიწყო. თებერვალი 2026 წელი. ზუსტად 4 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომი, რომელიც დღემდე გრძელდება. საინტერესოა, რა ხდება დღეს აქ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები დაუსრულებელი ომის პირობებში. ამის გასარკვევად მე გადავწყვიტე ჩამოსულიყავი უკრაინაში და მიუხედავად დიდი რისკებისა, თქვენთვის მეჩვენებინა ის მძიმე რეალობა, რაც აქ დამხვდა. We have electricity only for several hours per day. ჩავნელებულია მთელი ქუჩები. გარდა კიევისა გაჩვენებთ ხარკოვსაც, სადაც სიტუაცია უფრო მძიმე და სახიფათოა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ფრონტის ხაზთან მიახლოება. აქ ალბათ უარი უნდა გვეთქვა წაყოლაზე, თუმცა Куда мы идем сегодня? Немного за Прудянка, следующее село, мы везем медикаменты. განადგურებულია აქაური. და შეგახსენებთ, მეგობრებო, რომ აი ამ უნიკალური და განსხვავებული კონტენტის წარმდგენია სადაზღვეო კომპანია Vizeri, ხოლო არხის გენერალური სპონსორი გახლავთ ASLA. მას ასე ვიწყებთ მოგზაურობას ვარშავადან, დღეს ჩამოვედით პოლონეთში და ეხლა მივდივარ მატარებლის სადგურზე, საიდანაც გავემგზავრებით ქალაქ კიევში, უკრაინის დედაქალაქში. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საჰაერო მიმოსვლა საერთოდ შეწყდა. ამიტომ ამ ქვეყანაში მოხვედრა ახლა მხოლოდ ავტობუსით ან მატარებლითაა შესაძლებელი. აი ამ მატარებლით გავემგზავრებით კიევში. ვარშავადან კიევში მატარებელს დაახლოებით 16-17 საათი სჭირდება. მთელი ეს დრო კი აი ასეთ სამ ადგილიან კუპეში გვიწევდა ყოფნა. ანუ ერთი აქ წვება. მეორე აქ წვება, ეს ვიშლება და მესამე აქ წვება. 16 საათს გავიტანთ. და იცი რატო გავიტანთ მარტივად 16 საათს? ეხლა გეტყვი. იმიტომ რომ ინტერნეტი გვაქვს. და რატო გვაქვს ინტერნეტი? იმიტომ რომ არსებობს ნომიო, მეგობრებო, რომლის მეშვეობითაც ყველგან გექნებათ ინტერნეტი, სადაც არ უნდა იყოთ. ეხლა მე მაქვს ნაყიდი პოლონეთის პაკეტი და პოლონეთში მაქვს ინტერნეტი და ასევე წინასწარ ვიყიდე უკრაინის პაკეტი ულიმიტო და როდესაც საზღვარს გადავკვეთავთ, უკრაინაშიც მექნება უკვე ინტერნეტი. ასე რომ ჩამოტვირთეთ ნომიოს აპლიკაცია და ისარგებლეთ საუკეთესო ინტერნეტით სოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ხოლო თუ კი გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს SOSO15, მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ ინტერნეტ პაკეტზე. აქვე ჩემს მაგათ ვიოსგულები გავუსპამოთ, რომელიც უკრაინაში გამომყვა, რომ გადაღებაში დამეხმაროს. ერთი სიტყვით დავიძარით უკრაინისკენ. დაახლოებით ვიცოდი რა მდგომარეობაც დამხვდებოდა კიევში. და ეს ჩემი ვარაუდები ჩვენმა ახლად გაცნობილმა უკრაინელმა თანამგზავრმაც დაგვიდასტურა. I'm sleeping at home. I cannot say it's normal sleep. You cannot sleep. Then it's bombing all the time. My heart is jumping. Upcoming days it could be some strong bombing by rockets, by ballistica. ამ კონკრეტულ დღეებში მოსალოდნელია შეტევები. მე იმედია რომ რა ვიცი, კარგად ვიქნებით. მოკლედ ეხლა ნაწილდებით ვემზადებით ასაწოლად. ზემოთ წვევი მე. შუაში ზვიო. ქვემოთ ოლგა, ჩვენი უკვე მეგობარი და თანამგზავრი. ეს სუფთა თეთრეული მოყვება ყველა საწოლს, რომ გადავაფინოთ რა. ოდენავადაც კი ვერ დგები რა. გავასწოროთ ჩვენი საწოლი. ეგარი. აბა ბალიში მომედმა. დაახლოებით 1 საათში საზღვარზე მივალთ და მე რომ გადავკვეთავთ საზღვარს, უკვე კიევამდე გემრიელად დავიძინებ და ხვალდილით უკვე კიევში ვიქნებით. საზღვარზე მალევე მივედით. მესაზღვრეებს ბევრი კითხვა დიდად არ დაუსვამთ და არც არანაირი პრობლემა შევქმნია. თუმცა პროცესი ძალიან გაიწელა. დაახლოებით 3 საათი დაგვჭირდა რომ დაგვეტოვებინა პოლონეთის საზღვარი და შევსულიყავით უკრაინის ტერიტორიაზე. წავედი, ახლა დავიძინებ და დილით ვიქნებით კიევში.
დილით 11 საათზე უკვე კიევის მატარებლის centralურ სადგურზე ვიყავით, სადაც ჩვენი გიდი ნატალია გველოდებოდა. How are you? Nice to meet Nice to you. meet you. What an epic arrival, right with air raid, because the air raid just started. ნატალიას გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცნობილი იუთუბერებთან მუშაობის. ამიტომ დაგვეხმარება გადაღებებში და გაგვიწევს გიდობას უკრაინის დედაქალაქში. ნატალი იქნება ჩვენი გიდი კიევში. რამდენიმე უცხოელი იუთუბერის ვიდეოში ვნახე და დაუკავშირდი. მოკლედ დაგვეხმარება, რომ გადავიღოთ საინტერესო ადგილები კიევში. ნატალის ომამდე ჰქონდა საკუთარი კომპანია. კომპანია, რომელიც ტურებს აკეთებდა ჩერნობილში. თუმცა ომის დაწყებისთანავე მან ყველაფერი დაკარგა. Unfortunately, when war started, I lost all of this stuff I was working on. After I came back from Germany as a refugee, I was staying in Germany as a refugee for 1 year. I decided to change my work a little, but still to stay in tourism field. მან ვერ გაძლო გერმანიაში და კვლავ უკრაინაში დაბრუნდა. აქ ის ცდილობს კვლავ ტურიზმის სფეროში გააგრძელოს საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი კომპანია აღარ აქვს, მაინც ახერხებს საყვარელი საქმის კეთებას და გადარჩენას ამ არასტაბილურ გარემოში. So currently I am guiding in Kiev and area around Kiev people from all over the world, and I'm also souvenir seller of Chernobyl and military Ukrainian souvenirs. მოკლედ მეგობრებო, რადგან ჯერ დილა, ადრეა, სასტუმროში ვერ დავჩეკინდებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გამოვიდეთ ქალაქის ცენტრში. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ასობით დროშა ფრიალებს. თითოეული მათგანი ერთი გმირის, ერთი დაკარგული სიცოცხლის სიმბოლოა. ეს დროშები იმ ადამიანების პატივსაცემად აღმართული, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ. ჩვენ ახლა დიდ დროშებს ხედავთ, თუმცა თოვლი ფარავს პატარა დროშებს, რომელიც აი არ ჩანს რა და ეს პატარა დროშები არის ძალიან ბევრი. ქართული დროშებიც რა თქმა უნდა შევამჩნიეთ, იმიტომ რომ ბევრი საქართველოს მოქალაქე იბრძოდა აქ. როდესაც აქ დგახარ და ამ დროშებს უყურებ, აცნობიერებ, რომ ომი მხოლოდ ციფრები და ახალი ამბები არ არის. ომს რეალური ადამიანები ეწირებიან. Those tanks are here from the invasion which Russians started in 2022 when they tried to occupy Kiev. ომში დაღუპულთა მემორიალიდან ქალაქის იმ ნაწილში გადმოვინაცვლეთ, სადაც განადგურებულ რუსულ ტანკებს და სამხედრო ტექნიკას ნახავთ. ეს ის სამხედრო ტექნიკაა, რომლითაც რუსეთი კიევის აღებას ცდილობდა ომის საწყის პერიოდში. თუმცა უკრაინელებმა გაანადგურეს და განადგურებული ტექნიკა კიევის ცენტრში. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მონასტრის წინ გამოფინეს. What's interesting here, you can see a typical example of drone called Shahed, which currently is used on daily basis by Russians to hit Ukraine. This is an example of this Shahed drone, the most common one they use. შაჰიდი ირანში წარმოებული დრონია, რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში და აზიანებს ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას. ამის გამო კიევში ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტია. We have very terrible situation with electricity in Kiev. We have electricity only for several hours per day, and we don't know when it's going to be off or when it's going to be on. სადაც არ უნდა გაიხედოთ ქალაქში ყველგან დაინახავთ გენერატორებს. მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები სწორედ მათი მეშვეობით მუშაობს. I have around 8 power banks. In some apartments of Kiev, people literally have no heating, so I honestly don't know what people do. So I can just imagine how horrible it is. You need to put on so much clothing in your apartment just to stay warm. ელექტროენერგიის ამბავს მოგვიანებით ისევ მიუბრუნდებით. იქამდე კი გადავწყვიტეთ სასტუმროში დაბინავებამდე ერთ-ერთ უკრაინულ რესტორანში გვევახშმა. ძალიან კარგი არჩევანია სხვადასხვა ამ რესტორანში. სადაც შემოვედით კიევური კატლეტის დაგემოვნება დავწყვიტეთ. და აი ნატალიმ ბორში აიღო თავისთვის. ნუ ბორში მე ბავშვობიდან დიად არ მიყვარს და ამიტომ კიევური კატლეტი გადავწყვიტე. ესეთი გემრიელი თუ იქნებოდა კიევური კატლეტი არ მეგონა. საკმაოდ გემრიელი ვახშმის შემდეგ კი სასტუმროში დაბინავების დროც მოვიდა. ეს არის City ჰოტელი, ესე ქვია და აქ ვიქნებით შემდეგი რამდენიმე დღე. შევიდეთ, დავჩეკინდეთ და ნომერსაც გაჩვენებთ. და რა თქმა უნდა, მთელი ეს ჩვენი მოგზაურობა და გეგმა ტურისტულმა კომპანია Around the World
სადაც თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა ნებისმიერი მიმართულებით. დაგვიკავშირდით, აღწერაში იქნება Instagram და Facebook გვერდები. განახებთ ახლა მეგობრებო, როგორ გამოიყურება ჩემი ნომერი კიევში. ესეთი ნომერია. აქეთ სველი წერტილია და აქეთ ხედი გვაქვს. და გავიხედოთ. ესეთი ხედი გვაქვს ნომრიდან. ზიო ქვედასართულზეა, ცალკე ნომერი აიღო. $800 დაგვიჯდა ორივეს, ორი ნომერი 4 ღამით. ნორმალური სასტუმროა რა, წესით დარიგით, შუქი როდესაც გაითიშება, ამათ გენერატორები უნდა გქონდეთ და ჩვენ არ შეგვექნება ეგ პრობლემა. მე მაინც წამოღებული მაქვს ძალიან ბევრი power bank-ი, რომ რაღაცა იყოს, რომ ტექნიკა დავტენო. ამასობაში დაღამდა. ნომერში დიდხანს ვერ გავჩერდი და გადავწყვიტე, ღამითაც მენახა ქალაქი. კომენდანტის საათია ქალაქში, ღამის 12-დან დილის 5 საათამდე გადაადგილება არ შეიძლება. ამიტომ 12 საათამდე გვაქვს საშუალება, რომ გავიაროთ ქუჩებში. გამოსვლიდან 10 წუთიც არ იყო გასული, საჰაერო განგაშის ხმები ჩაირთო. ანუ ხალხს ვაკვირდები რა და რეაქცია არავის არ აქვს. იმდენად ყოველდღიურობა ეს ამათვის, რომ არანაირი რეაქცია არ აქვს არავის. ეს ხმა მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას. ამიტომ მათ წესით იმ თავშესაფრებს უნდა მიაშურონ, რომლებიც ქალაქში მრავლადაა. თუმცა ომის მე-4 წელს ადამიანებს ამ ხმის გაგონებაზე ხშირად უკვე რეაქციაც აღარ აქვთ. განათებებს ვაკვირდები ხა და ქუჩაში გამორთულია ბევრგან განათებები, ეს ხა ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, ცენტრალური ქუჩაა. ახლა ჩაბნელებულია მთელი ქუჩები რა. და ეს განათებები, რასაც ხა ხედავთ მაღაზიებში, არის გენერატორების დამსახურება. საჰაერო განგაშის დროს საკმაოდ დიდი როლი ეკისრება კიევის მეტროს. ომის დაწყების დღიდან ის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად ითვლება. სირენების ხმა, როცა ისმის და მეტროში ჩამოდიხარ, ეს არის უფასო რა, შეგიძლია უფასოდ შეხვიდე, იმიტომ რომ როგორც თავშესაფარი ისე გამოიყენებენ მეტროსაც. მეტრო აქ საბჭოთა პერიოდში აშენდა და ისე დააპროექტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრადაც ემუშავა. უკვე 11 საათია, 1 საათში დაიწყება კომენდანტის საათი. ამიტომ ავიდეთ ახლა სასტუმროში და ხვალიდან უკვე გავაგრძელოთ გადაღებები. იმედია მშვიდობიანი ღამე გვექნება. თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა. შუაღამით 3 საათზე ძლიერმა აფეთქებების ხმამ გამაღვიძა. ახლა გავიღვიძე. ღამის 3 საათი. გამოღვიძა აფეთქებების ხმა. აი ნახეთ რა გაანათა. ჩემი კაი. აი ვარ გადავთმა. დღეს კიდე კი გვეუბნებოდა რომ შუაღამე უეჭველი იქნება აფეთქებებიო და რაღაცა მზად ვიყავი, მაგრამ აი მაინც რეალურად რო ხდება, ძალიან დაუცველობის შეგრძნება გეუფლება და ძალიან საშინელება. გადმოცემით ბევრად მარტივად აღსაქმელია ეს რეალობა რა. როცა აქ ხარ, შენ ხედავ შენი თვალით და გესმის ეს აფეთქებები შენ გარშემო. საშინელება. არ რეალობაში უწევს ამ ხალხს ცხოვრება ყოველდღიურად. წარმოიდგინეთ, ამდენი წელი ეს რეალობა აქ. ასეთ დროს, როდესაც აფეთქებების ხმა ისმის ქალაქში, სასტუმროს ყველა სტუმარი წესით თავშესაფარში უნდა ჩადიოდეს. თითქმის ყველა სასტუმროს კიევში საკუთარი თავშესაფარი აქვს. მე გადავწყვიტე ჩავსულიყავი და მენახა, იქნებოდა თუ არა ვინმე ასეთ დროს ჩვენი სასტუმროს თავშესაფარში. ჩამოვედი 0 სართულზე. აქ არის თავშესაფარი, შევიდეთ. ნახოთ აბა რა სიტუაცია. საკმაოდ ხემოთ არის. აბა ნახოთ ვინმე თუ დაგხვდება აქ საერთოდ. ესე გამოიყურება აქაურობა. არავინ არ არის როგორც ჩანს. აქ არის საწოლები. აქ არის თეთრეული. ამ კონკრეტულ მომენტში მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებების ხმა იყო, მაინც არავინ არ ჩამოსულა აქ. დავბრუნდეთ ჩვენს ნომერში. გათენდა მეორე დღე მეგობრებო.
შვიდობიანად ვართ, რაც მთავარია. საშინელი ღამე იყო, მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა. თავარი. დილით ნატალი მისცემ მოგვაკითხა და კიევის ერთ-ერთი გარეუბნისკენ წავედით. უნდა გვენახა სივრცე, სადაც მოსახლეობას ცივი და უშუქო ზამთრის გადატანა შეეხმარებიან. თუმცა, სანამ იქამდე მივიდოდით გზად, რუსების მიერ დაბომბილ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გავჩერდით. ნახეთ, მთლიანად ჩამოინგრა, ანუ ორად გაიყო ეს კორპუსი და აქ ცხოვრობს საჩვეულებრივი მოსახლეობა. აგერ რა ვიცი. საბავშვო ბაღია წინ. არის უბანი რა, ჩვეულებრივი საცხოვრებელი უბანი, თუმცა ესეთ ადგილებშიც არის შემთხვევები, რომ ხშირად ვარდება დრონები და ბომბები. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ზიანდება კიევში მაგალითად შენობები, მეორე დღესვე მიმდინარეობს აღდგენა, თუმცა ეს იმდენად დაზიანდა, რომ დარჩა ესე აღდგენის გარეშე. შემთხვევას, რომელიც აქ მოხდა 40-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ძალიან ბევრი მძიმე ისტორია გროვდება ამ ქვეყანაში. ასეთი შემთხვევები უკრაინაში არაერთი მომხდარა ამ 4 წლის განმავლობაში. გაეროს მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე 15,000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ეს რაც დადასტურებულია ოფიციალურად. დაუდასტურებელი შემთხვევები კი ალბათ გაცილებით მეტი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში ელექტროენერგიის პრობლემაა და ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ გენერატორები კონდეს და იმით თვებოდეს, ამიტომ არის გაკეთებული გარკვეულ ადგილებზე აი ესეთი კარვები, სადაც ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია მოვიდეს, დატენოს თავისი ტექნიკა, ან გათბეს და მიიღოს მოკლედ დახმარება გარკვეული. მსგავს კარვებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ხშირად შეხვდებით. აქ შეუძლიათ ადამიანებს გათბობა, ტელეფონების დატენვა, კვება და ღამით დარჩენა და დაძინებაც კი. ესეთი ცივი ზამთრის გადატანა მარტივი არ არის და ბევრ ადამიანს ჭირდება დახმარება. ესაა ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთის გვერდით დგანან და ასეთ რთულ პერიოდში აძლიერებენ ერთმანეთს. ეს კარვები იქცა სოლიდარობის, ერთმანეთის გვერდში დგომისა და გამძლეობის სიმბოლოდ. У нас зараз немає світла. Тепла, Тепла сьогодні як гарячої пахнуло. води. Ну кажи, я підказую. Ні гарячої води, отоплення немає. Зараз світу немає. Приходимо, заряджаємо. У нас електроплити, ми не можемо ні зварити нічого, ні підогріти навіть, нічого. І от сюди приходимо, щоб вони нам кормлять тут нам, дають, що поїсти. Чай, пожалуйста, кофе. Хоч погріться, в нас у квартирі 5 градусів, холодно. У мене цвіти позамерзали, квіти позамерзали, ці, що на подоконниках. А це нам дуже хорошо. Гріємося, кормлять, поять, слава Богу. А что касательно ночи? Ночью вы Ночью? ночуете дома? Дома, да. 3 одіяла. Одіваємося, як ти мішка. ირპენი 2022 წლის 27 თებერვალი. ომის დაწყებიდან მესამე დღეს რუსეთის არმია ირპენს მოადგა. მათ კიევის აღება ჰქონდათ გამიზნული. ირპენი კი ერთ-ერთი მთავარი გზა იყო უკრაინის დედაქალაქისკენ. დაიწყო ინტენსიური ბრძოლები და დაბომბვები. ქალაქში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობდა. ბევრი საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურა დაინგრა, ხოლო ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იზოლებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. რამდენიმე კვირიანი შეტაკებების შემდეგ 2022 წლის 28 მარტს უკრაინულმა ძალებმა ირპენი სრულად გაათავისუფლეს. რუსებმა კი კიევის აღება ვერ შეძლეს. დღეს ირპენი აღდგენის პროცესშია, თუმცა ქალაქის ქუჩები ჯერ ისევ ინახავს იმ მძიმე დღეების კვალს. ეხლა მივდივართ ირპენში. ირპენში მოგეხსენებათ ძალიან დიდი შეტევები იყო. ჩავალთ ეხლა ვნახავთ რა მდგომარეობაა დღეისთვის იქ. ეს ირპენის ხიდია, რომელიც მას კიევთან აკავშირებდა და რომლის აფეთქება მას გადამწყვეტი როლი ითამაშა კიევის დაცვაში. Because this bridge would give Russian soldiers a very easy possibility to move their tanks right to Kiev. უკრაინელები იძულებული გახდნენ აეფეთქებინათ ხიდი,
რათა რუსული ტექნიკა ვერ შემოსულიყო დედაქალაქში. When this happened, people just stayed under the bridge and waited for help, waited for Ukrainian soldiers to provide further actions because they didn't know what to do. Also, this is the beginning of evacuation. Soldiers are already helping. როდესაც ირპენი ძლიერად იბომბებოდა, მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ დაეტოვებინათ ქალაქი. ევაკუაციის ერთადერთი გზა კი ეს დაზიანებული ხიდი იყო. აი ზუსტად ამ გზით უამრავი ადამიანის ევაკუაცია ხდებოდა და გადმოყავდათ უსაფრთხო ზონაში. მოსახლეობას უკრაინელი სამხედროები ეხმარებოდნენ, რომ უსაფრთხოდ გადასულიყვნენ მდინარის მეორე მხარეს. კლედ ეს უკვე საკმაოდ ისტორიული მანქანა არის. ფოტოებში, ვიდეოებში ყველგან ჩანს რა, აქ რაც ხდებოდა მაშინ ეს მანქანა ყველგან ჩანს და გადაწყვიტეს რომ ესე დაეტოვებინათ როგორც არის. ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ადგილად იქცა ეს ირპენის ხიდი. სიმბოლურ ადგილადაა ასევე ქცეული ეს აფეთქებული მანქანების უზარმაზარი მთა. უამრავი ავტომობილი აფეთქდა და განადგურდა შეტაკებების დროს. When the occupation of Irpin happened, civilians who came back to this place together with Ukrainian soldiers started cleaning the area, and all of this damaged the stuff, all of the civilian vehicles were put on special cemeteries of vehicles. So it will be probably staying here like this as a memorial complex now. და ეგერ ქუჩა არის, გზა არის და ჩვეულებრივ მანქანები მიდიმოდიან ყველა გავლაზე მოკლედ ხედავენ აი ამ მემორიალს, რომელიც ახსენებთ 2022 წელს. ირპენში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და ომის კვალს ახლას ნახავთ. თუმცა შენობების უმეტესობა აღდგენილია და მეტიც, ახალი მშენებლობებიც მიმდინარეობს. ხალხი ცდილობს დაუბრუნდეს ველებურ ყოფას, მაგრამ სამწუხაროდ ომის პირობებში ეს ძალიან რთულია. No one expected this scale of war. We thought it's gonna be just little fight, and we didn't expect it to last so long. Now everyone is super tired. We don't really believe anymore it's going to be over anytime soon. Everything looks quite complicated now. What people, Ukrainian people think about government? It's a very complicated topic because at the beginning of war, everyone believed Zelensky will be the one who will actually save us because, you know, he was never a politician. He was a new, fresh person to this field. But unfortunately now, not because Zelensky is bad specifically, but just because nothing changes, people need to blame someone. And the easiest way is always to blame someone who is responsible. Unfortunately now, many people are not very excited and happy about Zelensky. The truth is, to be honest, if we look at all presidents we used to have or presidents who could have potentially be presidents, we cannot really see anyone who would be better than Zelensky anyways. People have different opinions, but now anger is growing. Many people are upset. ალბათ რთულია დაადანაშაულო ადამიანები იმაში, რომ დაიღალნენ. ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ყველაზე ძლიერი ადამიანისთვისაც კი რთული გადასატანია. Now I lost many friends because they just died in this war, Ukrainian soldiers. So for me, it's a terrible tragedy. I absolutely hate everything that happens. Very big depression. That's what I'm feeling. ყველას ენატრება ის მშვიდი ცხოვრება, რომელიც ომამდე ჰქონდათ. უბრალო ყოველდღიურობა. დღეები, როდესაც შიში არ იძინებდნენ და აფეთქებების ხმა არ აღვიძებდათ. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანები ფეხზე დგანან. თვალს უსწორებენ ამ უმძიმეს რეალობას და ყოველ დღე იბრძვიან გადარჩენისთვის. I try to control my emotions because living in sadness and depression like this would just ruin me fully. So I'm upset, I'm tired, but I'm just living because I have one life. საკმაოდ ემოციური საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ ნატალი ქართულ რესტორანში დაგვეპატიჟებინა. I am dying for it. I love Khachapuri so much. სამი დღეა ჩამოვედით, მაინც ვენატრება. კიევში უამრავი ქართული რესტორანია და ერთ-ერთ მათგანს ვესტუმრებით. რაღაცნაირია, ცოტა სხვანაირია.
ჩაოლები დიდი პელმენი არის. It's like pelmen. Okay. What about you? It's good? I love, as I said, I love eating a lot and I love cheese. So amazing for me. ხინკალი იყო. ძალიან გავდა პელმენს, დიდ პელმენს და ნუ ხაჭაპურს არა უშავდა რა. საერთო ჯამში ცუდი არ იყო. გამოვედით მეგობრებო. რასაყვარელია ეს თავისთვის წამოიღო რაც დარჩა საჭმელი შაალაგებინა, იმიტომ რომ პრობლემაა საჭმლის მომზადებისაც რა, რადგან ელექტროენერგია არ აქვს მაქსიმალურად ზოგავენ და რაც დარჩა შაალაგებინა სავალად წამოიღო. ასე და ამგვარად დავემშვიდობეთ ნატალის, რადგან მეორე დღეს უკვე ხარკოვში უნდა წავსულიყავით. სადაც სიტუაცია გაცილებით მძიმეა და ბევრად სახიფათო. თუმცა იქამდე ჯერ კიევში მცხოვრები რამდენიმე ქართველი უნდა გაგაცნოთ. ეკა თქვენ ბრძანდებით? არჯობა. მოვიდნენ გოგო, მოვიდნენ, როგორი ხარიო გაგიჟებული არიციო შენისო 1 მილიონი გამომწერი ხავს. 1 მილიონი არა, მაგრამ იმედია მალე გვეყოლება. ქალბატონი ეკა წლებია უკვე უკრაინაში ცხოვრობს და კიევის ბაზარში ქართულ პროდუქციას ყიდის. აგერ ხინკალიც გაქვს. მაგ პილმენები, მაგ ხველი, მაგ სოკები, მაგ პირდაპირ წურა. რა, ყველაფერი მაგ. დენი რო არ არის და შუქი რო არ არის, როგორ უმკლავდები? დენი ახლა ცოტა ჩაერთო, ნუ გაზი გვაქვს, აგერ უყურეს იქო გაზი ასე. მაგალე რო დაიწყება სროლები ავწევ თავს. So, დავწევი, ისე დავიწი. დიდი მადლობა მოკლედ. არაფერი არ გინდა. არა, რასა. აპაპაპა. არა. რასი ძახი. ეგ როგორი გამორიცხული ამბავია, იცით? არა, რა არიცი? აი, კარგი. არა, რას ამბობ? არა. რესტორანში ან სადღაც რამე საჭმელი. მიღებულია ეგ ჟესტი თქვენ ძალიან დიდი მადლობა. რა თქვია ხერხოსი? ეს რა შუაშია მე მინდა. არ გადავრიოთ ეგ. მოკლედ ქალბატონი ეკა არ გვიშვებდა პატივისცემის გარეშე და საბოლოოდ შევთანხმდით რომ აჯიკას და მურაბებს წავიღებდით. კიდო რა მოგცია? არაფერი რა, ძალიან გიხოთ. არა, მართლა არაფერი. ძალიან დიდი მადლობა. იმდენი გახოდი და რა ქნა მითხარი. მადლობა გადაეცით. არა, გთხოვთ, არ გინდათ ამდენი რამე. ეცა კიდე ცელოფანი, კაი დიდი ცელოფანი. საყვარელი. კიდო რა მოგცემი? არაფერი, რა სამბო. არა, გთხოვთ. ამდენ რამეს ეხლა ჩვენ ფიზიკურად ვერ ვიმასკნით, ვერ წავიღებთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის მართლა. წასვლამდე ერთი ჭიკა ღვინოთ შემოგთავაზა ქალბატონმა ეკამ, რაზეც უარს ვერ ვიტყოდით. ორი ჭიკა დავლიოთ ახლა. ზიო. ერთი შემოძვაო. რასაც საქმიანობ და რასაც აკეთებს სულ წარმატებები და რა ვიცი მეც მასე ვწვალობ, შრომობ. ცხოვრებას რისკავ განიშნა, მაგრამ რა ვქნათ, ეგეთია ცხოვრება და მოდი ყველას გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. დიდი მადლობა სტუმრობის. რა უნდა გაპატიოთ რა სამბო. ყოფილ ვიყავი სახში და რაღაცა სულ სხვანაირად, მაგრამ აქაც სული და გული არის ჩაქსოვილი და მადლობა. მოდი აბა დავდეთ. გერაცალი. ქალბატონი ეკას ხათრით ერთი ჭიკას მეორე ჭიკა მოყვა. თრალი გინდა რომ გაგვიშვა. ერთი სამობით. არა, სამბევია. ქართველებს გაგვიმარჯოს. მე ხა ბევრს მოგზაურობ და სადღაც, რა ვიცი, უცხო მიწებზე რომ ქართული ხმა მესმის, ძალიან რაღაცა გულს თბილად ხდება და ეს ურთიერთსიყვარული არ მოკვლებოდეს. მეორე ჭიკას მესამე ჭიკაც მოყვა. ეხა წავალ. მესამე თქვენი გზა უნდა დავლოთ. კაი, მესამე და უნდა წავიდეთ. აკინი მინდა ცედა ვერ გამოხატავდე აკროვა რაღაცა. უხერხავად, მაგრამ თქვენს გამიკა. ამსე. მესამე ჭიკის შემდეგ უკვე ნამდვილად წასვლის დრო იყო. ახლა სოცო რა არიცი? ჩვენთან მე სტუმარიც სამადლობას იყვეს, ესე გამიგიამე. აბა ეხა. არა. სტუმრები ხო იყვენ სამადლობას. მე აღარ შევილი. მესამე ჭიკაზე ვარ. ეგ არის. წავეც. აქ უკვე დარწმუნებული ვარ რომ მეც აღარ დავლევ. დაგლოცავთ. კეთილი ყოფილიყოს ჩვენი ფეხი. და წარმატები მოგვეტანოს თქვენთვის. ასე და ამგვარად დავემშვიდობეთ ამ უსაყვარლეს ქალბატონს, რომელმაც დარწმუნებული ვარ თქვენც ისევე გაგითმოთ გულები როგორც ჩვენ. სანამ ხარკოვში წავალთ, კიდევ ერთი უკრაინაში მცხოვრები ქართველი უნდა გაგაცნოთ. ეს ნათია, რომელიც უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. რამდენიმე წელია რაც სიმღერით არის დაკავებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე საკმაოდ წარმატებული მომღერალია. ჩემი მოღვაწეობა დავიწყე ომის პერიოდში რატო? იმიტომ რომ სულ მინდოდა, მაგრამ ვერასდროს ვერ ვპოვებდი იმ სწორ მომენტს. როდესაც დაიწყო ომი, მაშინ ჩემთვის გავიფიქრე, რომ ნათია
შენი ყოველი დღე შეიძლება იყოს შენი ბოლო დღე. ანუ ეხლა თუ არ დაიწყე, როდის? ასე დაიწყო და დაწყებიდან მე-4 წელს უკვე სოლო კონცერტებსაც მართავს. აპრილში ვაკეთებთ კიევში ჩემს დიდ სოლო კონცერტს, ახლა მარტში გვექნება პატარა ტური უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, ამიტომ ნელ-ნელა ვითარდები. რა თქმა უნდა, მისთვისაც მძიმეა ომის პირობებში საკუთარი საყვარელი საქმის კეთება. თუმცა მიუხედავად ამისა, გაჩერებას და დანებებას არ აპირებს. შუქი არ არის რას იყენებ თქვა სახლში? კიევში powerbank-ები მაქვს რამდენიმე. აი გათბობის ამბავში powerbank-ი რა? გათბობის ამბავში რაც ასაც ვერი რაც არის. ადაო? კი. ანუ ეხლა გინდა მითხარო სახლში თუ ხარ აქ კიევში? კი, რა და შუქი როცა არ არის, თბები თბილად იცვამ როსტა რა. თბილად ვიცვამ და იმ რაღაც გრილკების დახმარებით კი ბოთლებში წყლებს ვისხავთ და იქ ბერძზე ვიდებთ, რომ გავთ ბედს. ამასობაში ხარკოვში გამგზავრების დროც მოვიდა. მივედით რკინიგზის ცენტრალურ სადგურში, საიდანაც მატარებლით უნდა წავსულიყავით ხარკოვში. სანამ მეგობრებო, ჩვენ ავალთ იქამდე გამოიწერეთ ჩემი არხი. ჩემი უცნებასავით გახდა, რომ 1 მილიონ გამომწერზე ავიდე და YouTube-ისგან მივიღო ოქროსფერი ღილაკი. ამიტომ გთხოვთ, რომ subscribe ღილაკს დააჭიროთ. თითი მარტივი ამბავი. 7 საათი გვინდა ხარკოვამდე რა. ყოველდღიურად უკვე ხარკოვში ვიქნებით. დაიძრა მატარებელი. მატარებელი, რომელიც უკვე აღარ არის უსაფრთხო. ჩვენს ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე რუსების სამხედრო დრონებმა სწორედ ხარკოვისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს დაარტყეს. სამწუხაროდ ამ შემთხვევას 5 უდანაშაულო მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. საბედნიეროდ ჩვენ მშვიდობიანად ჩამოვედით ხარკოვში. ხარკოვში ვართ. ეხლა არის დილის 7 საათი და პირველ რიგში დავიდეთ დავბინავდით. სასტუმრო წინასწარ არ მქონდა დაჯავშნილი. ამიტომ ChatGPT-ს ვკითხე და მის რჩევით ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროსკენ წავედით. თუმცა, როდესაც ადგილზე მივედით, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აი ასეთ მდგომარეობაში დახვდა. А вы можете повторить, почему это было закрыто? Потому что обстрелы были, что, мол, посмотрите, она разбитая стоит. 2023 წელს რუსებმა დაბომბეს ხარკოვის ცენტრი. ერთ-ერთი სამიზნე აღმოჩნდა სწორედ ეს სასტუმრო, ხარკოვ პალასი, რომელსაც რაკეტა მოხვდა და იმდენად დაზიანდა, რომ ჯერჯერობით აღდგენა ვერ მოხერხდა. დავიწყეთ ალტერნატიული სასტუმროს ძებნა, რომელიც მალე ვიპოვეთ და ტაქსის ვთხოვე, რომ წავეყვანეთ. არ არის სასტუმრო უსაფრთხო ადგილი, ეგრე გავხდი. ეგრე გამოდის რა. თუკი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სასტუმროების დაბომბვას არ ერიდება მტერი, ესე იგი აქ მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. ამ ფიქრებში ვიყავი სანამ სასტუმრომდე მივიდოდით, რომელიც საბედნიეროდ ისეთივე დაგვხვდა, როგორიც ფოტოებში იყო. ძალიან ბევრი ქართველი გამომეხმაურა, როცა დავდე პოსტი, რომ აქ მოვდიოდი, ბევრმა დახმარება შემოგთავაზა, ბევრმა ბინა შემოგთავაზა. ყველას უღრმესი მადლობა აქედან აი ამ ხელა სითბოსთვის და ყურადღებისთვის. ეს ქართველი ქალბატონი მადონაა, რომელიც ხარკოვში ცხოვრობს. ის დაგვეხმარა შევხედროდი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, რომ გადაღებაში დაგხმარებოდნენ და გვქონოდა წვდომა ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაგალითად მიწისქვეშა სკოლა. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. იქამდე ჯერ გადავწყვიტეთ ხარკოვის ქუჩები გვენახა. ხარკოვი ბევრად დაზიანებულია, ვიდრე კიევი. აი ესე ქალაქში მოძრაობთ ახლა ცენტრალურ ქუჩებზე და ძალიან ბევრი ესეთი დაზიანებული და აფეთქებული შენობა. აი ესეც ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ნახეთ, თუ განადგურებულია. და იქით ნახეთ რა ხელა შენობაა კიდე განადგურებული. როდესაც ომი დაიწყო, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო ხარკოვმა, უკრაინის მეორე ყველაზე დიდმა ქალაქმა, რომელსაც რუსეთის საზღვართან სულ რაღაც 30 კილომეტრი აშორებს. ქალაქი თითქმის ყოველდღიურად იბომბებოდა. მიუხედავად ძლიერი შეტევებისა, ხარკოვი რუსულმა ძალებმა ვერ დაიკავეს. ქალაქი დღესაც რეგულარული საჰაერო თავდასხმების ქვეშაა. რაკეტები, დრონები და ავიაბომბები ხშირად ურტყამენ საცხოვრებელ სახლებს და инфраструктурას. В самом начале 2026 года здесь был прилет авиабомбой. Это обычное жилое здание, на первом этаже находился просто магазин. Пострадавших было очень много. В течение почти недели люди, ДСНСники доставали тела погибших или остатки погибших. ეს ყველაფერი მოხდა სულ რაღაც ერთი თვისით, წარმოიდგინეთ. ჩვეულებრივი მოქალაქეები ცხოვრობდნენ აქ და გაასწორეს მიწასთან. და საკმაოდ ბევრი ადამიანი ემსხვერპლა აი ამ დაბომბვას და გარშემოც ეს სახლებიც ნახეთ
დაზიანდა აი ამ აფეთქების გამო. არც ერთ შენობას ირგვლივ შერჩენილი არ აქვს ფანჯრები და ყველგან ეს DSP-ებია ჩასმული. ომის სიმძაფრე უფრო მეტად იგრძნობა, რა თქმა უნდა, ხარკოვში, ვიდრე კიევში იგრძნობოდა. ეს ყველაფერი უბრალოდ ქუჩებში მანქანის სიარულის დროსაც მარტივი შესამჩნევია. დაზიანებულ და დანგრეულ შენობებს არაერთ ხვდებოდით ხოლმე გზად. ასევე ქალაქში ბუნკერებიც მრავლადაა, როგორც მიწის ქვეშ, ისე მიწის ზემოთ. ეხლა მოვედით ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში და აქ არის ესეთი თავშესაფარი რა. ესეთი თავშესაფრები საკმაოდ ბევრია ხარკოვში და არა მარტო ხარკოვში. და ანუ აი ქუჩაში თუ მიდიხარ და სიტყვაზე იბომბება ქალაქი, აქ შეგიძლია შეაფარო თავი. აი ეს ხდებიან ადამიანები და ელოდებიან, როდის მორჩება დაბომბვა. კამერებიც არის, ანუ გარეთაც ხედავ შენს ირგვლივ რა სიტუაცია. ახალ რეალობასთან ადაპტირება მოუწია განათლების სისტემასაც. უსაფრთხოების მიზნით ქალაქში მიწისქვეშა სივრცეები და სპეციალურად მოწყობილი ბუნკერები გადაიქცა სკოლებად. მსგავსი სკოლის გადაღება ნებართვის გარეშე არ შეიძლება. თუმცა წითელი ჯვარი ამაშიც დაგვეხმარა და მოგვეცა შესაძლებლობა ერთ-ერთი ასეთი სკოლა გადაგვეღო. Это подземная школа Шевченковского района, соответственно, школы здесь Шевченковского района. Это 1500 детей, 9 школ в общей сложности, которые здесь находятся, ну вот постоянно. 9 школ под землей. Да. ქალაქში უკვე 20-მდე მსგავსი უსაფრთხო სკოლაა გაკეთებული მიწის ქვეშ. ამ სივრცეებში კლასები მოწყობილია мицის ზედაპირიდან დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეზე. Вот полностью отдельные все коммуникации вы видите, ну и вентиляция, и полностью вода, канализация, все автономное, оно не связано. Если вдруг что-то происходит, здесь работает все автономно, и даже если когда свет выключается, есть генератор, который полностью обеспечивает работу этого помещения. აქ ისია ყველაფერი მოწყობილი, როგორც ჩვეულებრივ მიწის ზედა სკოლებში იყო ომამდე. ერთადერთი მზის სინათლეს ვერ ხედავენ ბავშვები, თუმცა მათ ნახატებში ეს დანაკლისი არ იგრძნობა. ისინი ხშირად ხატავენ თავიანთ ქალაქს ხარკოვს და ამ ნახატებში არასდროს ჩანს ზომი. Ну, это город Харьков, и когда они его рисовали, здесь нет войны. Дети рисуют мирный Харьков. Сьогодні в нас друзі, гості із Грузії. Руханка був. გამარჯობა, чарчки. Саварин. Я знаю, у нас Дана вивчає окремо грузинську мову. Вона додатково ходить позаурочний клас, займається. Діти, давайте привітаємося. გამარჯობა. უკრაინაში ყოფნის დროს ერთი რამ განსაკუთრებით იგრძნობოდა. როგორც კი გაიგებდნენ, რომ საქართველოსდან ვიყავი, ადამიანების დამოკიდებულება მაშინვე უფრო თბილი და მეგობრული ხდებოდა. ასეთ მომენტებში კიდევ ერთხელ ხვდები, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პოლიტიკით არ იზომება. Хотите? Угощайтесь. ეს არის ბუფეტი. Да, буфет. Фудзона у нас. Модная у нас, не буфет, у нас фудзона. აქ ბავშვებს მხოლოდ ზოგად განათლებას არ აძლევენ. აქ მათ ზრდიან ადამიანებად, ასწავლიან ერთმანეთის პატივისცემას, თანადგომას და პასუხისმგებლობას. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, ბავშვების განათლება მაინც რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ალბათ სწორედ აქ ხვდები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. ქვეყანას, სადაც განათლებას ყურადღება არ ექცევა, მომავალი არ აქვს. ხოლო იქ, სადაც ყველაზე რთულ დროსაც კი სწავლა გრძელდება და განათლება რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, იქ მომავალი წარსულსა და აწმყოზე აუცილებლად გაცილებით უკეთესი იქნება. Тоже рада была познакомиться, очередной раз встретиться с самой гостеприимной нацией, да? Ну, будем надеяться, в следующий раз встретимся не в таких условиях, а где-нибудь там, я не знаю, за столом, чтобы было мирно, спокойно и весело, да? ისევ ჩაერთო სირენები, მეგობრებო. აქ ბევრად ხშირია სირენები, ვიდრე კიევში იყო. განგაშის ხმის ფონზე დავიძინეთ და დილითაც იგივე ხმის ფონზე მოგვიწია გაღვიძება. გამოვედით ახლა დილის 9:00 ნახევარია და აი გამოვდგი თუ არა ფეხისასტუმროდან, ისევ ჩაერთო განგაშის ხმები. აქ ესეთი წესია, დილის 9 საათზე მთელს უკრაინაში ჩერდება 1 წუთით ყველაფერი საერთოდ რა, მოძრაობა, მანქანები
და ამით პატივს მიაგებენ იმ ადამიანებს, ვინც ომს შეეწირნენ. ეს ეროვნული წუთიერი დუმილი და უმოძრაობა რომ გვენახა, შედარებით ხალხმრავალ ადგილზე მივედით. ყოველ დილით 9 საათზე არის ეს 1 წუთი. აი ჩაირთო ახლა. აი ვიღაცები ჩერდებიან, ვიღაცები არ ჩერდებიან. ყველა არ გაჩერდა, ხედავ? და საინტერესო. შევიდეთ ახლა კაფეში, ვისაუზმოთ და მერე წავიდეთ ერთ-ერთ უბანში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა ამ ომის დროს. სანამ ჩვენ ჩაის ვსვამდით, იქამდე განგაშის ხმები არ ჩერდებოდა ქალაქში. და როგორც ხედავთ, არანაირი პანიკა არ არის ქალაქში. ეს არის უკვე ჩვეული ყოველდღიურობა აქ და ეს ხმა აღარავის აღარ უკვირს და აღარავის აღარ აშინებს. შუქი წავიდა და აგერ რთავენ გენერატორს. ძალიან მაგარი ხალხია რა. აი დარწმუნებულები იყავით, რომ ომი როდესაც დამთავრდება, უკრაინა ფეხზე ძალიან მალე დადგება. ძალიან მალე დადგება ფეხზე. იმიტომ რომ უმაგრესი ხალხი ცხოვრობს აქ. ამასობაში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ისევ შევხვდით და წაგვიყვანეს ერთ-ერთი დასახლების სანახავად, რომელიც ამ ომმა ყველაზე მეტად დააზიანა. ეს სალტივკაა, ხარკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი რაიონი. გამომდინარე იქიდან, რომ ის ჩრდილოეთით მდებარეობს, მძიმე საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებით დაზიანდა. ათასობით ადამიანი იზოლებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო მრავალსართულიანი კორპუსების ნაწილი სრულად განადგურდა. აი ეს ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მხარეა ამ დასახლებაში. როგორც ხედავთ, ერთი კორპუსი მთლიანად ჩამოიშალა და მიმდინარეობს გატანა ამ ნანგრევების და ეს კორპუსიც საკმაოდ დაზიანებულია, აქ აღარავინ აღარ ცხოვრობს. ნახოთ, შევიდეთ, აბა რამდენად დაზიანებულია ბინები, საინტერესოა. ნანგრეულია ყველაფერი. ავიდეთ ზედა სართულებზე. ახი რამდენი ნივთები ყრია ხათაო. კასეტა. ჩუსტები, ტელეფონები, კურთუკები. ბავშვების ფანქრები, რეულები, სათამაშოები, ამას შეხედა. ერთი ამ ყველაფერს ეკრანებიდან რო უყურებდა. მეორეა ესე, როცა შენი თვალით ხედავ, ძალიან მძიმეა. ეხლა ჩამოვედით მეტროში. ეს არის მეტროს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სადგური და აი ნახეთ, როგორც ხედავთ, ეს მაღაზიები უმეტესობა მათგანი არის დაკეტილი, დაცარიელებული. მეტროს შესასვლელთან ახლოს რაღაცები გახსნილი არის რა. ნუ რა თქმა უნდა, ომამდე აქ ბევრად მეტი ხალხი მოძრაობდა, ყველაფერი გახსნილი იყო. ომამდე ხარკოვში 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ 100,000-ობით ადამიანმა დატოვა ქალაქი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრი მათგანი კვლავ დაბრუნდა. დღეს მდგომარეობით ქალაქში 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დაახლოებით 300,000 ადამიანის ნაკლები, ვიდრე ომამდე ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ომი ისე მიმდინარეობს და ფრონტის ხაზი რამდენიმე ათეულ კილომეტრშია. იმ ადგილებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ყოველდღიურად ხდება მოკლედ მოსახლეობის ევაკუაცია და აი აქ მოყავთ ეს ევაკუირებული ადამიანები. ეს ჰაბი არის, სადაც განათავსებენ ამ ადამიანებს დროებით და მერე გადაწყვეტავენ თუ რა ბედი ეწევათ და сад გააგრძელებენ ცხოვრებას. Ночью нас вывозили оттуда военные. У нас все время стреляют кабы, летают дроны. Ситуация там очень тяжелая.
ეს ქალბატონი ერთ-ერთი საზღვრისპირა რაიონიდან გამოიყვანეს, სადაც მუდმივი საომარი მოქმედებების გამო ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა. Дом сгорел, там постройки надворные, которые были, гараж, флигель жилой большой, сарай. Пропали цветы, погибли. Ни газа, ни света, ни воды, ничего нету. У нас во дворе был очень большой старинный колодец. И оттуда мы брали воду. სიტუაცია იმდენად გაართულდა მათ რაიონში, რომ მოხალისეებიც ვეღარ მიდიოდნენ საკვების და მედიკამენტების მისატანად. К нам никто, ни волонтеры не приезжали вот это все время, никто, ни связи. Никому никто никаких претензий. Мы сами избрали тот путь, что мы там остались, не уехали. Никто претензий никому никаких не предъявляет. Никаких. Моя родина, я там никуда не уезжала никогда. Там мои родители похоронены, родственники. Не расстраивайтесь, все хорошо, не расстраивайтесь. Мы там останемся. მსგავსი შემთხვევები ამ რეგიონში უამრავია. გაგვიჩნდა ერთი არც თუ ისე ჭკვიანური იდეა, რომ ეს პროცესი გადაგვეღო და გვეჩვენებინა თქვენთვის. საშიშია რა, ანუ ორგანიზაციებიც კი არ დადიან იმ ზონაში. და ასე დაუკავშირდით ადამიანს, რომელსაც ყოველდღიურად გამოჰყავს მოსახლეობა საომარი ზონიდან. Моя работа это опасная зона очень. Со мной если ехать, то можно понимать, что можно не вернуться. ეს ინფორმაცია მაინც და მაინც დამაიმედებლად არ ჟღერდა, თუმცა მაინც გადავწყვიტე წავსულიყავით. მეორე დილით მოგვაკითხა რუსლანმა. რუსლანი უკვე დიდი ხანია ამ საქმიანობითაა დაკავებული. ის მოხალისია. ყოველდღე იგდებს საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში სხვა ადამიანების დასახმარებლად. დადის ყველაზე ცხელ წერტილებში. მიაქვს მედიკამენტები და საკვები იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის. ზოგჯერ კი გამოჰყავს ისინი სამშვიდობოს. ჩვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ესროლეს და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. Люди оказались в очень сложной ситуации, им нужна помощь. Если ее никто больше оказать не может, я делаю то, что я могу делать в этой ситуации. ერთი კვირით ადრე კი ევაკუაციის დროს რუსების დრონით დაედევნა. Тихо, 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 тихо. Не. Нет, там люди. Люди в машине. Люди в машине. Покажите, что вы люди. Выйдите. Люди. Не убегайте. Все, зашли. ყველაზე გასაოცარი ამ ყველაფერში ის არის, რომ რუსლანი აგრძელებს ადამიანების დახმარებას და ამის გაკეთებას მას არავინ აიძულებს. Но я делаю какое-то, наверное, хорошее дело, и меня это подталкивает вперед. Каждое утро я просыпаюсь, я понимаю, что помогать людям это хорошо, надо помогать, надо их спасать, и поэтому так. დღევანდელი გეგმა შემდეგნაირი იყო. უნდა წავსულიყავით დასახლება პუდიანკაში, რომელიც საზღვრიდან 8 კილომეტრშია და სახიფათო ზონაა. იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის უნდა დაგვეტოვებინა წამლები და უკან დავბრუნებულიყავით. Безопасности одевайте бронежилеты. Я не пользуюсь. Вы как хотите. Я на всякий случай взял по нормам ООН, оно надо. ყოველი შემთხვევისთვის გადავიცვით ბრონეჟილეტები და წავედით. დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად დაახლოებით 1 საათი გვჭირდებოდა. ამ მანქანით გუშინ რუსლანმა 10 კაცი გამოიყვანა საომარი ზონიდან, აქტიური საომარი ზონიდან. და დღეს სადაც მივდივართ, ეს როგორც რუსლანი გვეუბნება შედარებით 7 ადგილია, თუმცა ავიცი. ბრონეჟილეტი ჩაგვასვადა. რაც უფრო მეტად უახლოვდებოდით დანიშნულების პუნქტს, გზაზე მანქანების რაოდენობას აგრძნობლად მცირდებოდა. სადღაც 10 წუთში უკვე მივალთ, როგორც ხედავთ და ნახეთ. აქ არის უკვე რუსების საზღვარი რა. ანუ თითქმის სასაზღვრო ზონასთან ვარ. შეიძლება ითქვას საომარი ზონაა ეს რა. და აი ამ საინტერესო კონტენტის წარმოდგენი გახლავთ სადაზღვევო კომპანია Wizeri. Wizeris სამოგზაურო დაზღვევა უკვე შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ უმარტივესად. ამისთვის ზუსტად 1 წუთი დაგჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ Wizeri აზღვევს ყველაფერს, მათ შორის თქვენს მოგზაურობას. ამასობაში საკმაოდ სახიფათო ზონაში შევედით. ეს ბადეები, რასაც ახლა კადრში ხედავთ, არის იმისთვის, რომ დრონმა ვერ შეძლო შემოხტევა მანქანამდე რა. თუმცა მიუხედავად ამისა, დრონები ზოგჯერ მაინც ახერხებენ მანქანების აფეთქებას და ამის მაგალითი გზაზე არაერთი გვხვდებოდა.
Здравствуйте. ადგილზე მისულებს მოსახლეობა ეკლესიასთან დაგვხვდა შეკრებილი. რუსლანი ძალიან ჩქარობდა წამლების დარიგებას, რომ დრონები არ მოსულიყვნენ. მიუხედავად ამისა, რომ განადგურებულია აქაურობა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც არ ტოვებს თავიანთ მიწა-წყალს, სახლებს და ესე რუსლანი და მისნაირები დადიან მათ დასახმარებლად მოაქვთ წამლები, მოაქვთ საკვები ყოველდღიურად და ესე ეხმარებიან ამ ხალხს. როდის რა მოხდება აქ არავინ არ იცის, მაგრამ მაინც ხალხი ჯერ კიდევ აქ ცხოვრობს. ჩვენ რა თქმა უნდა ვკითხეთ მათ თუ რატომ რისკავდნენ სიცოცხლეს და რჩებოდნენ საომარ ტერიტორიაზე. Потому что это наши дома, и мы хотим жить дома. Но мы здесь поддерживаем тех, кто остался тоже, как бы мы тут самые молодые, так сказать, и поддерживаем вот старшее поколение. Вот спасибо, привозят хлеб горячий, мы передаем же сюда, потому что у нас как бы не ездит никто из-за дронов, все боятся, как бы, поэтому мы остаемся, чтобы поддержать других и быть дома. Тоже. А хлеб привезли тоже сюда или нет? Нет, это ж мы передаем. По ситуации, если по безопасности нормально будет, привезут сюда, да. დავბრუნდით უკან და მთელი გზა ვფიქრობდი ამ ხალხზე, მათ მდგომარეობაზე. იმდენად მადლიერები იყვნენ ამ მცირედი ყურადღებით, რომელსაც რუსლანი იჩენდა მათ მიმართ, აღარ იცოდნენ რით გადაეხადათ მადლობა. ეს ხალხი მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. რომ არა რუსლანი და მისნაირი მოხალისეები პურსაც ვერავინ მიუტანდა მათ. მათთან გატარებულ 5 წუთში ყველაზე მძაფრად შევიგრძენი რამხელა ტრაგედიაა ომი. ალბათ მიხვდით რომ ეს ვიდეო არ არის პოლიტიკოსებზე, არც ომის მიმდინარეობასა და მის სამხედრო ანალიზზე. ეს ვიდეო უბრალო ადამიანებზეა. ადამიანებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ამ ომში აღმოჩნდნენ. ომში, რომელიც მხოლოდ ფრონტზე არ მიმდინარეობს. და მასში მხოლოდ ჯარისკაცები არ მონაწილეობენ. ის მიმდინარეობს ყველგან, ყოველ ქუჩაზე, ყოველ სახლში, თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაში. ის ყველას ეხება და არავის ინდობს. მაგრამ ასეთ სიბნელეშიც კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის სინათლედ იქცევიან. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ემპათიის გრძნობით, სიყვარულითა და თავგანწირვით უამრავ ადამიანს აძლევენ ძალას გააგრძელონ ცხოვრება. გამიგია რომ კრიტიკულ სიტუაციაში ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე. და მე აქ ვნახე ადამიანები ნიღბების გარეშე, მადლიერები, ძლიერებიც, სხვისთვის თავგანწირულები, შეშინებულებიც და დაღლილებით, მაგრამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომები. შესაძლოა ამ ადამიანებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა ასეთ რთულ პერიოდში საერთო მტრის წინააღმდეგ ისინი ერთ მუშტად დგანან, ერთმანეთს აძლიერებენ და ზურგს უმაგრებენ.